მოგესალმებით სრულიად საქართველოს ქართველებს პირველ რიგში მინდა მოგილოცეთ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე და მისი შეგეწიოთ და გფარავდეთ თითეული ქართველის ოჯახსა და სრულიად საქართველოს მისი ძალა და მადლი თანამემამულენო გაუგონარი რავე მოვისმინე დე-ფაქტო მოღალატებობრივი უზურპირებული პარლამენტის თავმჯდომარის პაპუაშვილის მიერ რომ ის აღნიშნავს რომ 9 მაისი არის არის და იქნება გამარჯვების დღე ვისი გამარჯვების დღე ვისი საბჭოთა რუსეთის რომელმაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ოკუპაცია ფაქტობრივი ანექსია მოახდინა ვის გამარჯვების დღეს აღნიშნავს 400,000 ქართველი რომელიც შოვინისტური საბჭოთა რუსეთის ბოროტების იმპერიის გამარჯვება ფაშისტურ გერმანიაზე შეეწირა ჩვენი 400,000 საუკეთესო გენი 10,000-ობით უგზო-უკლოდ დაკარგული ქართველი ამ უღმერთო ომში ორი ბოროტების იმპერიისა თუ 100,000-ობით ქართველი რომელიც დაინვალიდებული დაბრუნდა ამ ორი ბოროტების უღმერთო იმპერიებში შორის გამარჯვება იმას აღნიშნავთ ჩვენი საქართველოს სამამულო ომის გამარჯვების დღე არის 9 აპრილი საბჭოთა რუსეთზე გამარჯვების დღე და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე და ვინც აღნიშნავთ პაპუაშვილთან და მოღალატეობრივ სააკაშვილთან ნაციონალურ მოძრაობასთან ქართულ ოცნებასთან საბჭოთა რუსეთის გამარჯვების დღეს 9 მაისს თქვენ აღნიშნავთ საბჭოთა რუსეთის გამარჯვების დღეს საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობაზე 1921-1991 წლებში ოკუპაცია ფაქტობრივ ანექსიაზე გფარავდეთ ღმერთი